ასემი დაამატა რეჟიმი, რის დახმარებითაც შემიძლია ვნახოთ ჩემი ძველი ტრეიდები. და მთელი ციბერნეტის ისტორიის განმავლობაში ზოგიერთი ბრეინოტის ვალუე ძალიან აიწია. რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი ტრეიდები გავაკეთე. ხოლო მეგობრებო, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გადავხედავთ ამ ჩემ ძველ ტრეიდებს და თუ მეგობრებო იქნება სიტუაცია, სადაც უფრო მეტი L ტრეიდი მექნება, მაშინ ვიდეოს ბოლოში გავათამაშებ ამ ბრეინოტებს. მაგრამ მეგობრებო, სანამ გათამაშებებზე და ჩელენჯებზე და ამბებზე დავიწყებთ ლაპარაკს, მოსლება დამოვიწყდა. ამის გამო მოგესალმებით მეგობრებოს ყველას, მე ვარ აზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში როგორც გაიგეთ, გადავამოწმებთ ტრეიდებს. ასევე მეგობრებო, სანამ ამ ტრეიდებს გადავამოწმებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, ასევე ახი გამოიწეროთ და ზაისყლაკი გააქტივოროთ, რადგანაც აი ამ ვიდეოზე მეგობრებო 1-2 დღე ვწყვალობდი, იმდენი ხანი ვეედითებდი და იმედია დავიფასდება შრომა. ასევე მეგობრებო, წინა ვიდეო რო დავდეთ, ხალხის 77.3%-ს არ ქონდა ვიდეოები დალაიქებული და ახის არ ქონდა გამოწერილი, ისე უყურებდათ ჩემს ვიდეოებს. რაც მეგობრებო ძალიან ბევრი პროცენტი არის მართლა და ეხლა ასე გამოიყურება ეს პროცენტი. ამ რისკს 0.1% დააკლდა, რაც კარგია რომ დააკლდა, მაგრამ მაინც სამწუხარო არის აი ამდენი ხალხი რო დგებით და ჩემს ვიდეოებს ისე უყურებთ, რომ ახს არ იწერთ. მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ 2026 წლის დასრულებამდე, აი 2027 წელი მოვა, მინდა რომ ეს პროცენტი 70-მდე კი არა, 60-მდე ჩავიყვანოთ. ხო და მეგობრებო, თქვენთვის მაქვს ასეთი თხოვნა. ვისაც არხი არ აქვს გამოწერილი და ვიდეოს უსე უყურებს, ხო, შენზე ვიძახი. თუ არ გაქვს არხი გამოწერილი, თხოვნა არის რომ გამოიწერო და დააჭირო, ერთი ღილა კი არის, მეტი არაფერი. ამით თქვენ ერთი წამით არ გეხარჯებათ მეგობრებო, მაგრამ მე ძალიან ბევრი мотиваცია მეძლევა აი ამ გამოწერის ღილაკის დაჭერით. ამიტომაც მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თხოვნა იქნება რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ და ჩემი არხი გამოიწეროთ და თუ შეგიძლიათ კიდევ თქვენს მეგობრებსაც გამოაწერინეთ ჩემი არხი, რომ უფრო დააკლდეს პროცენტი. და რა მეგობრებო, ასე გონიათ რომ თქვენ რო არხს გამოიწერეთ, მე არაფერს არ ვიზამ? ასე დაგტოვეთ უბრალოდ? მეგობრებო, 4000 გამოწერზე როგორც კი ავალ, ვინც ტრიბეინს თამაშობს, გავუთამაშებ 400 ბაგეტვალეთს. და ეხლა მეგობრებო, ვფიქრობ, ვინც ტრიბეინს თამაშობს, ბევრს გინდათ კარგი ბრეინოტები. ამის გამო მეგობრებო, თუ გინდათ რომ კარგი ბრეინოტები გყავდეთ, უბრალოდ ამიყვანეთ 4000 გამოწერზე და მე გაგითამაშებთ 400 ბაგეტი ტუალეტს. 5000 გამოწერზე კიდევ სხვა ბრეინოტებს გაგითამაშებთ. ასე მიყვები და ალბათ მალე ავალთ, არ ვიცი. სხვა რა გზავიპოვო, მეტი არ ვიცი. ასევე მეგობრებო, ამ მომენტში ჩემ Discord server-ზე მაქვს ბრეინოტების გათამაშება და თუ გინდათ რომ ჩაერთოთ, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგ ლინკზე და შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე. სულ ცოტა გვაკლია მეგობრებო და მაგ server-ზე ვიქნებით 100 მემბერზე და 100 მემბერზე როგორც კი ავალთ, პატარა სურპრიზ მოგიმზადეთ მანდ. როგორც კი შემოხვდეთ მეგობრებო Discord server-ზე, დახვდებათ ძალიან ბევრი ჩენელები. მაგიდან უნდა გადახვიდეთ აი ამ ჩენელზე, სადაც ბრეინოტების გათამაშება არის. ეწერება იქ რამდენიმე მესიჯი უნდა დაწეროთ. დაწერთ მაგდრე მესიჯ, შევუბრუნდებით მე ისევ მაგ გათამაშების ჩენელზე. აი აქ არის მეგობრებო ლურჯი, გავიმეორებ ისევ ლურჯი ღილაკი, მაგას დააჭერთ და ჩაერთვებით გათამაშებაში მარტივად. და ბოტი მეგობრებო მან რანდომულად ამოარჩევს გათამაშების გამარჯვებულებს, მაგრამ ბევრმა არის ესეთი საიდუმლო. თუ მეგობრებო ჩემ ჩატში ძალიან ბევრი მესიჯებს დაწერთ და იაქტიურებთ, როცა ჩაერთვებით გათამაშებაში, უფრო მაღალი შანსი გექნებათ იმისა, რომ ბრეინოტი მოიგოთ. და მეგობრებო, თუ ვერ მოიგეთ ბრეინოტი, არ ინერვიულოთ, რადგან მეგობრებო, ეს არ იქნება ჩემი ბოლო გათამაშება, ამაზე უკეთესი გათამაშებებს გელოდებათ და ჯერ არ დასრულებულა გათამაშებების სერიები, სულ ჩავატარებ გათამაშებებს, როცა შემეძლება. ამიტომ მეგობრებო, კომენტარებში მოთხოვთ ხოლმე ბრეინოტები მინდაო და რაღაცაო. გაქვთ შანსი ძალიან დიდი, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში, გადახვალთ მანდ და შემოხვალთ Discord server-ზე და ჩაერთვებით გათამაშებაში და მოიგეთ ბრეინოტს მარტივად. და მე აღარ მოგიწევთ კომენტარებში თხოვნა. ასევე მეგობრებო, გადავწყვიტე ის, რომ დამემატებინა ახალი წესი. ვისაც ეს ვიდეო, აი ამ ვიდეოზე ვიძახი ზუსტად. ეს ვიდეო ვისაც არ იქნება დალაიქებული, მაგას გადავამოწმებ
და ვისაც არ იქნება დალაიქებული, აი თლად რომ მოიგოთ გათამაშება, გადავათამაშებ მაგას. ამიტომაც მეგობრებო, გადავწყვიტე ასეთი რაღაც რომ დაემატებინა ახალი წესი და ყურადღებით მისმინეთ. თქვათ მოიგეთ ბრეინოტი. თუ გინდათ რომ ეგ მოგებული ბრეინოტი არ დაკარგოთ და სხვა არ მოიგოს მერე, ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ. ისე შანსი არ არის. მაგას ასიანი გადავამოწმებ ვინმე თუ მოიგებს და თუ არ გექნებათ დალაიქებული და გადავათამაშე, მე არ გეწყინოთ. ასევე მეგობრებო, DJ პანდას გათამაშება უკვე მორჩა და აგერ ახლა გამოვაჩენ პრუფს, რომ გამარჯვებულს გადაეცა DJ პანდა. გილოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებულს მინდა მიულოცო, თუ უყურებს ამ ვიდეოს, მშვიდობაში ეგ შენი DJ პანდა და სხვა ბევრი გათამაშებების მოგეგოს. გარდა Discord-ისა მეგობრებო, ასევე აღწერაში იქნება ჩემი Roblox-ის თამაშების ლინკიც, მანდაც თუ გადახვალთ, მალობელი ვიქნები. ალბათ გაერთობით კიდევაც, რადგანაც ვცდილობ რომ გასათობი Roblox-ის თამაშები შეგიქმნათ და სხვათა შორის მეგობრებო, ხვალ მექნება სტრიმი, სადაც იქნება ჩემი ახალი Roblox-ის თამაშის გამოშვება. მანდაც თუ შემოხვალთ, ჩემ თამაში ჩავატარებ admin-აბიუს თან live-ში. ხო და რაღა გითხრათ მეგობრებო, მაგარი გასათობი იქნება, ამიტომაც თხოვნა იქნება რომ კვირას დაახლოებით 6 საათზე ყველანი შემოხვიდეთ live-ში. და რა ვიცი მეგობრებო, მეტი რაღა გითხრათ. მეგობრებო, გამახსენდა, კი აღამ დამავიწყდა. მაგრამ რის თქმა უნდა ახლა. ვისაც გაინტერესებთ თუ როგორ იქნება Roblox-ის თამაშები, მაქვს მეგობრებო ჩემი მეორე არხი, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ან ვისაც უნდა რომ ჩემი მეტი ვიდეოები ნახოს, შეგიძლიათ გადავხვიდეთ ამ აღზე და თხოვნა იქნება რომ ეს ჩემი ახალი არხიც გამოეწევათ, რადგანაც აქ მალე დაიდება იმნაირი ტუტორიალები, რომელიც ფიქრობ ყველა Roblox-ის დეველოპერებს გამოადგება. ახლა კი მეგობრებო, გადავიდეთ მოდი ვიდეოზე. რამდენი ხანი ვიცი ხოლმე ლაპარაკი ამ გამოწერებზე და რაღაცებზე და მაინც არ იწერენ ამ არხს რა. მოკლედ, ეხლა გიხსნით თამაშის წესებს. თამაშის წესები მეგობრებო არის ძალიან მარტივი, რადგანაც არის სამი ვარიანტი, როცა ძველ ტრეიდებს გადავამოწმეთ. შეიძლება ტრეიდი იყოს W, ან კიდევ შეიძლება მეგობრებო ჩვენი ტრეიდი აღმოჩნდეს L ტრეიდი, მაგრამ როგორი უცნაურიც უნდა იყოს, აქ ამ ვიდეოში გვექნება კიდევ ერთი ვარიანტი. თუ მეგობრებო ისეთი ტრეიდი აღმოჩნდება ჩვენი ძველი ტრეიდი, რომელიც თან ცუდია და თან კარგი, ანუ საშუალო არის, ეგ იქნება მეგობრებო fake ტრეიდი. მოკლედ ეხლა ცოტა დამონტაჟებისთვის გამზადება მინდა. როცა გამომზადებ მეგობრებო, მაშინ დაგიბრუნდებით და მოდი მაშინ გადავხედოთ ჩემ ძველ ტრეიდებს. ოკეი. კარგით მეგობრებო, დაგიბრუნდით სულ ყველას და ნახეთ რა მაგარი ტექსტი დაგიმზადეთ. ეხლა მეგობრებო, გადავალთ ტრეიდში და როგორც ხედავთ მეგობრებო, აქ არის history button. ამას როგორც კი დავაჭერთ, ჩემი ყველა ძველი ტრეიდები გამოჩნდება აგერ. დღეს ამდენი გვექნება სამოწმებელი 100-ზე არა ხართ. ჯერ ამ ვიდეოს გადაღებაზე რომ მინდა თითქმის ნახევარი დღე და მე დღე ნახევარი ამას ამონტაჟებდი. ხახ დაალაიქეთ რა. და როგორც ხედავთ მეგობრებო, ეს არის ჩვენი პირველი ტრეიდი. მე მივეცი როგორც ხედავთ აქ Lost Chicletera და 2 Base Chicletera უკეთესი Lost Chicleteris სანაცვლოდ. ახლა ამას მეგობრებო რო დავუკვირდეთ, რაღაც ხრივ თან W ტრეიდში გადის, თან Fate ტრეიდში რადგანაც ამას აქვს უკეთესი Lost Chicletera. ეს ტრეიდიანი რა თქინდოდა მე. თან ამის ტრეიდები არის შედარებით იშვიათი, რადგანაც Runway ტრეიდი არის, Bubblegum-ის ტრეიდი და ასე თუ ისე საჩაილჩო ტრეიდი არის რა. და თან Chicleteris ტრეიდის მეგობრებო, 2 Chicletera გინდა რომ ერთ Lost Chicleteras გაარტყა Chicleteris ტრეიდი. ხო მიხვდით? მოკლედ მეგობრებო, ეს იქნება W ტრეიდი. გადავედით მეგობრებო შემდეგ ტრეიდზე, სადაც მე არაფერი არ დავდე და მაჩუქეს ესოკი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო წინასწარ ამ ადამიანს ამნაირი გიფტისთვის და რადგანაც მე არაფერი არ დამიდია და თვითონ მაჩუქა, ესეც W ტრეიდად ითვლება. უკვე მეგობრებო ძალიან მაგრა ვიწყეთ და იმედია ეგრე გაგზელდება. კაი, აბა რა არის ჩვენი შემდეგი ტრეიდი? აბა გადავხედოთ. საფულისნი. ოპა! ეს ტრეიდი მეგობრებო მახსოვს. ვინცაც მეგობრებო, ჩემს აღზე მაქვს სერიები, სადაც ვიღებ მეგობრებო ტრეიდინგის სერიებს და ვისაც გაინტერესებთ ეს ტრეიდი ახლა როგორ ავიღეთ, შეგიძლიათ აი ამ ორ ვიდეოს უყუროთ, აგერ მუზეუმოთ ჩემს აღზე და აი ამ ვიდეოებში დავითხრიეთ მეგობრებო ეს უმაღლესი ტრეიდი. და მეგობრებო,
იმ პერიოდში როცა ეს დავათრეიდეთ, ეს ტრეიდი იყო ძალიან დიდი W და ვინც Steve Ballmer-ის ვალუეში ერკვევა, მიხვდებით რომ აქ ერთადერთი მაგარი რაღაც რაც მე დავდე არის კეჩურუ, მეტი არაფერი აქ რაღაცეები დანარჩენები რაც დავამატე, არ ვარგოდა ვაფშე. და იმ პერიოდში როცა ეს ტრეიდი გავაკეთე მეგობრებო, გარამა თან დაიმოდის გარამა ხალხო მაგ პერიოდში უდრიდა 5-4 სალ კეჩურუს. ეხლა მეგობრებო, ცოტა დააკლდა გარამას ვალუე, მაგრამ ეხლა იმისათვის რომ ბეის გარამა აიღოთ, ეხლა დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ 2 სალი კეჩურუ. მაგრამ მაინც როგორც მიხვდით, ეს არის უდიდესი ტრეიდი, რადგანაც მაინც W წოვედით, ადრე ხო ძალიან W-ზე გავედით, ეხლა მაინც W-ზე ვართ. და აქ სამი რაღაცას დავამატე. მან არც ეც არ აქვს ვალუე მეგობრებო. მაქსიმუმ, აი ყველაზე მაქსიმუმ ლოს მობილის რო არის ხალხო. ტრეიდ ფარმინგი რო ქონდეს, მაგას აი ძალიან ბევრი ტრეიდები, აი მაშინ ექნებოდა მაგას ვალუე, მაგრამ ბეისი არის ეგ. ამიტომაც მეგობრებო, როგორც მიხვდით, ეს W ტრეიდი არის და მოდი ახლა მეგობრებო გადავიდეთ შემდეგ ტრეიდზე. შემდეგ ტრეიდში მეგობრებო მე დავდე სპინი ჰემი, ლაგრანდე, არკადაპუსი და პოთოცბოთი ყველა ბეისი ლოს კომბინაციონის სანაცვლოდ, რომელსაც აქვს თაქო ტრეიდი. ეს ტრეიდი მეგობრებო ცუნამის წაშლამდე რომ ენახა, ვიტყოდი იმას რომ რა დებილობა ტრეიდი გავაკეთე მეთქი, ნანობდა რაღაცეები, მაგრამ ეხლა შევხედო ამ ტრეიდს. ცოტა ჩავფიქრები რადგანაც არკადაპუსი მეგობრებო მეგონა რომ limited brainot იყო და წაიშლებოდა. მაგრამ მეგობრებო ვინც აიცის არკადაპუსი მაინც არსებობს თამაშში და ისევ შეგიძლიათ აიღოთ, როცა სემიასპაუნებს ბაზას, თავის ბაზას, შანსი არის რომ თავის ბაზაში დასპაუნდეს არკადაპუსი. ამიტომაც ვალუე არ აქვს მაგას. არც პოთოცბოთს მეგობრებო. ლაგრანდეს მეგობრებო კიდევ ამ ბოლო დროს ეკარგება ვალუე. ერთადერთი რაშიცა მაგარი არის ის რომ ბევრფუსი ხდის, რადგანაც ძალიან ბევრს ყავს ლაგრანდე. სპინი ჰემისაც მეგობრებო ფიუზის გამოსვლის დღიდანვე არ ქონდა ვალუე, მაგრამ მეგობრებო აღარ მახსოვს რომელ ლაკი ბლოკში, მე მგონი ლოსში არის თუ ჩვეულებრივად ლაკი ბლოკში, მაგრამ ლოს კომბინაციონი არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც ოდნავ მაინც შემორჩა მეგობრებო ვალუე, სულ ცოტა ვალუე შემორჩა მაგას და თან ტრეიდი ადევს ამას, რაც უკეთეს ხდის. მაგრამ მე აშშთავ შეცდომა არის ის რომ ძალიან ბევრი ვარიანტები ჩამოვაყარე. ეხლა შემეძლო რომ ეს ტრეიდი გამეკეთებინა მარტო სპინი ჰემიში და ლაგრანდეში, მაგრამ მაინც მეგობრებო ბევრი ჩამოვაყარე, მე შეცდომა დაუშვი და იმანაც შეცდომა დაუφა. ამის გამო მეგობრებო ეს ტრეიდი გამოდის ფეი ტრეიდი. ანუ მეგობრებო არც W-ზე ემატება ქულები და არც L-ზე. გადავედით შემდეგ ტრეიდზე. შემდეგი ტრეიდი მეგობრებო გვაქვს ვატუკერასგან მიგატიტო და რა გიფთი რა ფაქტობრივად მაჩუქეს რაღაცეები და მეგობრებო ასეთი რაღაც გადაწყვიტე. როგორც კი რაღაცებს მაჩუქებენ და ეგ გამოჩნდება და ფიქრობ ძალიან ბევრი რაღაცები გამოჩნდება დღეს ამ ვიდეოში, რომელიც ნაჩუქარი არის და დათრეიდებული არა, ზედმეტ კომენტარების გარეშე დაეწერება W, ანუ ზედმეტად აღარაფერს აღარ დავამატებ და ეგრევე ასე დაუწერ W-ს. მადლობა წინასწარ ვატუკეს ამნაირი გიფთისთვის და გადავედით შემდეგ ტრეიდზე. კარგით მეგობრებო, შემდეგი ტრეიდი არის ისევ მის დედათასთან და ორ ტრეიდიანი ლოს კუკარაჩა გავათრეიდეთ ლოს ტრეილეიტორში და მიყვის მეგობრებო, ეს ვარიანტები რატომ ყავდა ამ პერიოდში. ამ პერიოდში მე მგონი უკვე დამეწყო ბაზის მოხდვა და ლოს კუკარაჩები და რაღაცები რაღაც მინდოდა. მაგრამ მეგობრებო ორი წამით რაღაცა მაინტერესებს. რაღაც ძალიან მეგობრებო ცუდი ამბავი მაქვს მე მგონი. ფიქრობ მეგობრებო პირველი L ტრეიდი გავაკეთეთ ამ ვიდეოში, რადგანაც არც ეს არ აქვს აქ ვალუე, მაგრამ ლოს კუკარაჩა უფრო მეტს აკეთებს და უფრო მეტი ტრეიდიც ედო ხალხო და ლოს ტრეილეიტა შევცვალეთ. რატო გავცვალე არ ვიცი და ვაფშე რატომ ყავდა ეს? არ ვიცი, მაგრამ L ტრეიდი არის რა. გადავედით მეგობრებო შემდეგ ტრეიდზე და მე დავდე Candy 67 აქ და ლოს კომბინაციონი თაქო ტრეიდით. ბანდიტო ბობრიტოს სანაცვლოდ თუ რაც არის 80 მილიონს ვაკეთეს თლიანობაში. მე მგონი 6 ტრეიდი ედო. ცუდი ამბავი მაქვს მეგობრებო. ძალიან საშინელი ტრეიდი გავაკეთეთ მეგობრებო. ამ ტრეიდში არც 67-ს აქვს ვალუე და არც სიმართლე ვგითხრათ ტრეიდ ფარმიან ბანდიტო ბობრიტოს. ერთადერთი რასაც ოდნავ მაინც შემორჩა ვალუე
არის ლოს კომბინაციონი. შემეძლო მეგობრებო მარტო Candy Six-ში ამიღო ეს ბანდიტო ბრიტო, მაგრამ რატო დავამატე ეგ ტრეიდი არ ვიცი, მაგრამ მეგობრებო როგორც მიხვდით ამ ტრეიდში უზარმაზარი ელი ავიღეთ. იმედია კიდევ არ გაგრძელდება ელ ტრეიდები, ძალიან ბევრი ელი ავიღეთ და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ ტრეიდზე. კარგით, აბა გადავხედეთ. რამდენი რაღაც დავდე და იმანაც რამდენი რაღაცა დავდო. 1 2 3 ცეცხლის ტრეიტიანი სპინჰემები დავდე, რომელიც თიანობაში 300 მილიონს იძლევა, ასევე ბეკურუ და ეგურუ დავდე, რომელსაც საინტერესო ტრეიტები ადევს, ბურიტო ბანდიტოს, დაიც. და იმან დადო ესოკები, ტოტოტოები და ჩიკლეტერინები. აქ მეგობრებო, რაცაც უნდა მივაქციოთ ყველაზე მეტად ყურადღება არის ჩემი მხრიდან ბეკურუს და თუ ძალიან გინდათ money making ბრეინოტი, სპინჰემისაც და დიგუს ტრეიდიდან ესოკებს მარტო, რადგანაც აქ სხვას ერთი ვალუეს აღარ შემორჩა და ამათ დასაფიუზებელი ვალუე მაინც აქვთ. ეხლა მეგობრებო, ადრე ვგავაკეთე ეს ტრეიდი, ფიქრობ W-ზე გავედით, მაგრამ ეხლა გადავხედოთ მეგობრებო, ესოქს დიდად აღარ აქვს ვალუე, ყველა აღარავინ აღარ ისვამს ესოქს ბაზარში. და ყველა მაგას აფიუზებს, მაგრამ ჩემთანაც ეგრე არის. სპინჰემები მაქსიმუმ ეხლა დააფიუზო და ბეკურუ ალბათ დაიტოვება ბაზარში. ნუ money making-ის ამბავში W-ზე გავედით და ბეკურუ არ დამედო, უფრო W ვიქნებოდით, მაგრამ იმან ორი ესოკი დადო მარტო, მაგრამ ორივე money making-ი იყო მაინც. მოკლედ მეგობრებო, თან ესოკები სპინჰემიზე მაგარი დასაფიუზებელი არის, მაგრამ ბეკურუ უფრო მაგარი დასაფიუზებელი არის. არ ვიცი მეგობრებო, ალბათ fake trade იქნება რა. დავიბენი ძალიან რა. ეს რანაირი ტრეიდია, ბიჭო, თავი ამტკივდა, რა იყო ეს? გადავედით მეგობრებო შემდეგ ტრეიდზე. ჩვენი შემდეგი ტრეიდი მეგობრებო შედგება ამისგან. მე დავდე კარგად მოხდილი ესოკი, Galaxy სპინჰემი, ჩიკლეტერინა და ტოტოტო. ჩიკლეტერინა და ტოტოტო დავივიწყოთ. აქ ვალუე აქ მარტო. აქ ჩემს ტრეიდს არ აქვს ვალუე. ალექსანდრეს ტრეიდს აქვს მეგობრებო მარტო ვალუე, რადგანაც ამან დადო დაიმონდ ტანტანგი, რომელიც ისე აღარ ყავს და საწავი და არ ვიცი, ალბათ გავარკვევთ დღეს. ადრე რომ ენახა ეს ტრეიდი, ალბათ fake trade იქნებოდა, მაგრამ ეხლა ესოქს ძალიან დაუვარდა ქვევით ვალუე. და ეხლა ტანტანგის ვალუე იწევს პირიქით, ძალიან იწევს, რადგანაც loss trading-ში ეგ ჭირდება. ნუ loss trader-ებში loss ტანტანგის დასაკრავად ჭირდება ტანტანგი და ამის გამო ტანტანგს აეწია ვალუე. და ვფიქრობ ეს ტრეიდი არის უდიდესი W. აბა ნახოთ მეგობრებო, ეხლა სხვა რა შემოგთავაზებს, სხვა ტრეიდები. კაი, შემდეგი ტრეიდი არის ასეთი. მე დავდე ლოსტრალეიტო ორი ჩიკლეტერის სანაცვლოდ. ესეც მეგობრებო უდიდესი W ტრეიდი არის, რადგანაც ეხლა რო დავფიქრეთ, აქიდან თითქმის არც ეს არ აქვს ვალუე, მაგრამ მეგობრებო ჩიკლეტერა გამოგადგებათ იმისათვის, რომ რიტუალები გააკეთოთ, როცა რაღაც მაგარი გამოგივა და ტრეიდ ფარმინგი გააკეთოთ რა. მაგრამ ლოსტრალეიტოს მაგას შეცვლა გამოიყენებთ, ანუ ჩიკლეტერას თან მით უმეტეს ორ ცალს რაღაცაში მაინც გამოიყენებთ, მაგრამ რაში გამოიყენებთ ტრალეოს მაინტერესებს. ლოსტრალეიტოს უბრალოდ რა რიტუალში? რიტუალს მაგით ვერ გააკეთებთ, ფულს მაგით ვერ გააკეთებთ. ამიტომაც W ტრეიდი რა. შემდეგი ტრეიდი მეგობრებო არის ჩემი ალტი აკაუნთისგან, მაგრამ მეგობრებო მოდით არ ჩავთვალოთ ჩემი ალტი აკაუნთები, რადგანაც ეგენი ნამდვილი აკაუნთები არ არის. ამიტომაც მეგობრებო რამდენი ჩემ ალტ აკაუნტს დავინახავ, ეგრევე მეგობრებო, ეგრევე დაისკიპება რა. შემდეგ ტრეიდში მეგობრებო ჩემი ოფერი იყო რაღაც აქსელოტინო და ლოს ნომაი ჰოსპოციტოს, აქედან არც ეს არ აქვს ვალუე, ცოტა ვალუეც სინგლს აქვს დასაფიუზებლად და ამის გამო მეგობრებო ფიქრობ ეს ტრეიდი არის W ტრეიდი. ეხლა მომისმინეთ მეგობრებო. აქედან ვინ დააფიუზებს აქსელოტინოს ლოს ნომაი ჰოსპოციტოსთან ერთად? ორი წამით მეგობრებო რაღაც გამოვიდა. ოპა!
10 ლაქი ბლოკი გამოგვივიდა მეგობრებო. შევაგდოთ აბა ეს ბაზაში უცებ. შევაგდოთ. შედი ბაზაში დროზე. დროზე შევიდა. მეგობრებო, სანამ ლაქი ბლოკს გავხსნით, უცებ დაალაიქეთ ვიდეო, თუ დაალაიქებთ, იღბალი მომემატება და რაღაც გიჟობას დავაგდებთ. სემი ნახე რა გამომიგზავნა. ჯიგარი ხარ სემი? კაი. სად ვარ? 3 2 1 გაგვიხსენი აბა. ნახოთ, რას დაგვიგდებ. არა, ცუდია გავყიდოთ. არ ვარ გახალხო. კაი, მოდი დავუბრუნდეთ ტრეის. ეხლა ეს ტრეიდი W იმიტომ არის, რომ დასაფიუზებლად მაინც ვარ გაალეპრს ბრეინოტი და ჩემები ვერ დააფიუზებ ისეთი არის. და დაჟე მაგას ვალუე არც ეს არ აქვს. ამიტომაც ხო ხდებით რა. W-ზე გავედით. კარგით მეგობრებო. ოპა! ეს სინგლოფულგო რომელიც წინა ტრეიდისგან ავიღეთ, გადავცვალეთ ოქროს ვერსიაში. ეხლა ვინ უნდა თქვას ის რომ ეს ტრეიდი იყო L ტრეიდიო ხალხო. როგორ არის ხალხო ეს L ტრეიდი? ჩვეულებრივი გადავცვალეთ ოქროში. თან იგივე არის. ამიტომაც ეს ტრეიდი არის W ტრეიდი. ძალიან კარგად მივიდივართ მეგობრებო, სულ W-ზე გავდივართ და ეხლა გადავიდეთ მოდი შემდეგ ტრეიდზე. კაი, აბა რა გვაქვს შემდეგი? ოთოსპოჩი, ლოს ჩიკლეტერა და ექსტინქტ ბალერინა? მოდი, ექსტინქტ ბალერინას ცოტა ხანი დავივიწყოთ და ლოს ჩიკლეტერაზე ვიფიქროთ. ოთოსპოჩი გავუცვალეთ, რომელსაც ძალიან დებილობა არის ფიუზისთვის. მე ვაფიუზებ, მაგრამ მაინც დებილობა არის. მაგრამ მეგობრებო, ლოს ჩიკლეტერა რო ჩავაგდოთ ფიუსში, უფრო მეტი შანსი გექნებათ იმისა, რომ რაღაც მაგარი გამოვიდეს მაგიდან. ამიტომაც, როგორც მივხვდით მეგობრებო, ეს ტრეიდიც W კატეგორიაში გადის. კორ საჰური გავუცვალეთ 6-7-ში ხალხო. როცა მეგობრებო, ეს კორ საჰური უდრის დაახლოებით ლოს 6-7-ს. და რატო მეგობრებო, აბა გამოისაინთ? იმიტომ რომ მეგობრებო, ქართველებთან ვერ გაატრეიდებ ის რაღაცას, რაც ბევრმა არ იცის. მაგათმა იციან გარამა და რაღაცეები მარტო. თელი სამი თვე მეგობრებო, ამ კონსახუს ვათრევდი აქეთ-იქით, მეთქი გაატრეიდეთ, მართლა იშვიათია მეთქი და არავინ არ ათრეიდებდა და ვიღაცამ 6-7 დამიდოდა, მაგაზე უკეთესი ოფერი ჯერ არ გამოჩენილა, ამის გამო დავთანხმდი. და ვინც აიღო მეგობრებო ეს ტრეიდი ძალიან დიდი რაღაც გამაზეთ, რადგანაც ეს კონსახური გამოდის მეგობრებო იქიდან. პინიატა თუ რაღაცა რო არის, რომელიც მარტო ადვინაბიუზე ითვება ჯერ ეგეთიც და მარიაშის ხო დაბალი შანსი აქვს დაგდების. აი ამას ვაფშე ძალიან დაბალი შანსი აქვს რომ დაგივარდეთ. შემეძლო მეგობრებო რომ ეს უკეთეს რაღაცაში გამესვალა, მაგრამ უცხოელებთან. ქართველებთან ამას უკეთეს რაღაცაში ვერ გავატრეიდებდი, ამის გამო გადავწყვიტე რომ 6-7-ზე გავჩერებულიყავი და როგორც ვიხდით ეს ტრეიდი არის L ტრეიდი. ვახ ხალხო, ეხლა გავანალიზე, შეიძლება კარგი დასაფიუზებელი ბრეინოტი ყოლოდა, მაგრამ გავუმაზეთ. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგ ტრეიდზე. ეხლა მეგობრებო გვაქვს ასეთი საინტერესო ტრეიდი. მე დავდე ექსტინქტ ბალერინა, ასევე სინგლოფულგორო, 6-7, ლოს ჩიკლეტერა, ოთოსპოთი და ესოკი ბეის კეჩულ უსანაცვლოდ. მეგობრებო, მე რას დავდე მაგიდან არც ეს არ აქვს ტრეიდინგ ვალუე, მარტო აქვს დასაფიუზებელი ვალუე ამებს. მაგრამ მეგობრებო, კეჩულს აქვს ძალიან დიდი ტრეიდინგ ვალუე. და ვფიქრობ მეგობრებო, ეს ადამიანი იმას ჩალიჩობდა, რომ დასაფიუზებელი ბრეინოტები შეეგროვებინა იმისათვის, რომ დაეფიუზებინა, მაგრამ ფიუზის ბრეინოტებს ჯობია კაი დასატრეიდებელი ბრეინოტი ყავდეს. ამის გამო მეგობრებო, ამ ტრეიდში გავედით მეგობრებო W-ზე. შემდეგი ტრეიდი რო პონდოშინი. გამახსენდა მეგობრებო, ეს არის ჩემი გამოწვევი, რომელთანაც ვატრეიდებდი და როგორც იცით მეგობრებო, თქვი უკვე წეღან, ჩემს აღზე მაქვს ტრეიდინგის სერია, სადაც ნუბინით ვიღებ რაღაც მაგარ ბრეინოტებს. ხო და ჩემმა გამოწვევაც გადაწყვიტა რომ რაღაც იგივე გაეკეთებინა და ნუბინის სანაცვლოდ ჩვენ მივეცით პანდაჩინი ბანანინი. არ ვიცი ეს ჩათულო თუ არა, მაგრამ რადგანაც რაღაც ტრეიდი გამოვიდა, გამოდის ასეთი რაღაცა რომ ჩვენ დავდეთ ლეგენდარი ნუბობაში, ნუბინში ანუ. ამის გამო მეგობრებო, ეს ტრეიდი გახდება ჩვენი შემდეგი L ტრეიდი.
ამ ტრეიდში მეგობრებო ჩვენ დათო გეიმერმა რომ მოგცა ლახლახლახსახური დაბრუნებასავით გამოგივიდა დაუბრუნეთ, მაგრამ ჩვენ აქ მოწეს ტრეიდებს და არა მოქმედებებს. ამის გამო მეგობრებო ეს არის კიდევ ერთი L ტრეიდი. და მეგობრებო L ტრეიდს W ტრეიდი მოყვა. არა! ნინა დავკარგე. არა! L ტრეიდი. კაი. ხუმრობა იქი იყოს და W ტრეიდი მიუხედავად იმისა, რომ ბრეინდ გოლის დებილობა და ლილაილაც. აბა ნახოთ შემდეგი. ოპა. აი საწასულა მეგობრებო თურმე ჩემი დაიმონდ ტანტანგი. უკეთეს ტანტანგში გადავცვალეთ. თან ლოს მობილის დავამატეთ, რომელსაც დიდად ვალუე არ აქვს, მაგრამ ტრეიტიან ლოს მობილის აქვს აურაც და ვალუეც. მოკლედ, განამარტო უკეთესი ტანტანგი. მარტო ტანტანგი რო დაედო, L ტრეიდი იქნებოდა. ამის გამო გადაწყვიტა პაპუნამ რომ დაემატებინა ლოს 6-7. აქედან ტანტანგი ისე მყავს და რაღაც ხრი მეგობრებო თან ფეირი არის და თან W-ც არის, არ ვიცი მეგობრებო. მოკლედ ლოს 6-7-ს თან აქვს დიდი ვალუე ოღონდ ბოქსებში. ბოქსების იქით არ აქვს ვალუე რა. და იშვიათია ასევე ბევრი ტრეიტიანი ლოს 6-7 რო ნახოთ, იმიტომ რომ ლაკი ბლოკების ტრეით ფარმს არავინ არ აკეთებს, ამიტომ რაღაც ხრი ვალუე აქვს მაგას. თანაც მეგობრებო ჩემი სტყები დაიმახსოვრეთ. ლოს მობილისი დაბრუნდება ფიუზში დაახლოებით 2 თვეში, რადგანაც 2 თვეში არის ჰელოვინი. თან ფიუზიდან ლოს მობილისის ჩოვნა მარტივი იყო მეგობრებო, ვაღიაროთ ეხლა, მაგრამ ლოს 6-7-ის 5-დან დაგდება ცოტა უფრო რთულია. და თან უკეთესი ტანტანგი მაქვს. ამის გამო მეგობრებო ფიქრობ ეს ტრეიდი არის W ტრეიდი. ხო და მეგობრებო, მოდი სანამ ახალ ტრეიდს განახებთ, რაღაცა უნდა განახოთ. აი მეგობრებო, ეს ტანტანგი დღემდე მყავს. ასევე მეგობრებო, მაყურებლების 1% მარტო უყურებს ვიდეოებს აქამდე. თუ აქამდე მოვაღწიეთ, დამიწერეთ კომენტარებში თუ გიყვართ ტანტანგი და თუ ბევრი დამიწეს მეგობრებო მაგას, მივხვდები იმას თუ რამდენი უყურებს ჩემს ვიდეოებს ბოლომდე. ამიტომ თხოვნა იქნება რომ ყველამ დაწეროთ კომენტარი და მოდი გადავამოწოთ ისო ტრეიდები და ეს ეგრევე იქნება W ტრეიდი. კარგით მეგობრებო, ამ ტრეიდში დავდეთ სინგაფურგორო ბეისი არის ესოკთან დაიმონდ პასით. ახლა რო დავფიქრდეთ, ესოქს აღარ აქვს იმხელა ვალუე და ვფიქრობ სინგოსტოლი არის. არ ვიცი მეგობრებო, რაღაც ვფიქრობ რომ ფეი ტრეიდი არის, რადგანაც ორივეს ეხლა ერთი ფასი აქვს, ორივე დასაფიუზებლად ვარ გამარტო. ნუ სინგოს თუ ტრეიდები აქვს, მაშინ გასატრეიდებლადაც. ამის გამო მეგობრებო ვფიქრობ ჯანდაბას იყოს W ტრეიდი. ორი წამით ხალხო. ეს არკადაპუსები დაივისყეთ. ეს რა არის? ტუნტუსახური ტუნტუგის ტრეიდით? ორი წამით ხალხო. ინდექსის სეტში ტუნტუგი არ არის. ხალხო, ვინც არიცით, ტუნტუსახური მეგობრებო სილბრერიდან წაიშალა მეორეჯერ. მეგობრებო, თუ ტუნტუსახური თამაშიდან მეორეჯერ წაშალეს ხალხო. ტრეიდში რა უნდა? ნუ კი ფოტოები და რაღაცები აღარ უჩვენს, მაგრამ სახელი და თავის ტრეიდი ხო უჩვენს. და ფასის აღარ აქვს, ნუ დოლარს აკეთებს ახლა რომც ვიღაცას შემთხვევით დარჩეს ბაზარში, ფულს აღარ მიცემს. ხალხო, ეს ახლა რაც აღმოვაჩინე, შეიძლება ნიშნავდეს ორ რაღაცას. პირველი არის ის, რომ მთლიანად არ წაშლილა თამაშიდან ტუნტუსახური, რაც მართლა ეგრე არის, რადგანაც ტრეიდში არის უკვე. და ჩემი პირველი ვარიანტი არის, ანუ ჩემი პირველი თეორია არის ის, რომ თამაში შემქმნელს და დეველოპერებს თვითონ ვის ამ თამაშზე მუშაობენ დაავიწყდათ ის, რომ ტუნტუსახური წაეშალათ. ანუ რა ბიჭო, კი წაშალეს, მაგრამ ბოლომდე დაავიწყდათ ალბათ მაგის წაშლა. ხოლო ჩემი მეორე ვარიანტი ის არის, რომ შეიძლება არის რაღაც შანსები, რომ გეგმავენ რაღაცას სემი და მისი გუნდი. და ჩემი აზრით მეგობრებო, სემი გეგმავს რომ ტუნტუგი დააბრუნონ ისევ. თუმცა ეხლა ვიღაცა ამას ჩემამდე შეამჩნევდა. თამაშიდან წაშლი არის ტუნტუსახური დაახლოებით 1 წელია უკვე. შანსი არის ახლა მეგობრებო, რომ ეს სემის არ შეემჩნია.
მაგრამ მეგობრებო, მთლიანობაში მაინც ფიქრობ ამნაირი რაღაცა ვამოჩინეთ. ეს ტრეიდი მეგობრებო იმსახურებს W-ს რა. და კიდევ ერთი რაღაც მეგობრებო. თუ მარტო მე მაქვს ეს პრობლემა არ ვიცი და თქონ არის რომ თქვენს გადაამოწმოთ ვინმე თუ დაგიტრეიდათ ტუნტუნგი და მალობელი ვიქნები რა. გადავედით შემდეგ ტრეიდზე, ეს ჩემი ალტი არის ვლება. მოდი ავწიოთ, დავსკიპოთ. ნახე ბიჭო, კიდევ მაჩუქეს აქ გრენი და ტუნტუნგი გრენის ტრეიდით ადრე. კიდევ მიჩანს მა. აუ რა მაგარი ბაგი არის, აქ მოისნახო ტუნტუნგს. ეს მეგობრებო W ტრეიდი არის. აუ ბიჭო, ნახეთ რა გიხვეწებით ვინმე ტრეიდები, იქნება ვინმეს ყავს და მარტო მე არ მაქვს ეს ბაგი, თორე გავგიჟდები მართლა მგონია რომ მარტო მე მაქვს ეს. კარგით მეგობრებო, გადავედით შემდეგ ტრეიდზე და ეს ტრეიდი მეგობრებო, ფიქრობ ფეი ტრეიდი არის, რადგანაც ოთოცფოთი ბანძობა არის ჩილედასთან შედარებით, ეს არის ჩემი ოფერი, ხოლო ჩილეტენი და ბანძობა არის ლოს-ჩილედასთან შედარებით. ხო და ამის გამო ფიქრობ სამართლიანი ტრეიდი გამოგვივიდა და არც ერთ ვარიანტზე არ მოგვიმატება ქულა. რაც შეეხება მეგობრებო, აი ამ ტრეიდს, აქ ცოტათი ელზე გავედით, რადგანაც ქლოვერაც ტრეიდიან ქლოვერაძე ვიძახი ოღონდ. დემენდები აქვს, მაგრამ მეგობრებო, მე დავდე უტრეიტო ქლოვერატი. თუ რაც არის, სნეილინო ქლოვერატი თუ რა ჯანდაბაც არის. ხო და მარტო ეგ რო დამედო, გამოვიდოდა ფეი ტრეიდი იმასთან, სინგლსთან, მაგრამ მე დავამატე. რატო დავამატე არ ვიცი, ძალიან ელზე გავედი მაგის გამო, ეს არ უნდა დავემატებინა. ხო და მეგობრებო, ამნაირი დებილობა ტრეიდის გამო ჩვენ მივიღეთ უდიდესი ელი. ოუ, მეგობრებო, Galaxy Greni Base Greni სანაცვლოდ, რომელსაც 2 ტრეიდი ადევს. საინტერესო ტრეიდია მეგობრებო ეს, იმათეო გითხრათ. ბევრი მეგობრებო აქცევს ყურადღებას მუტაციებს, ბევრი ტრეიდებს, მაგრამ ჩემთვის თავარია ბევრ ფულს იხდიდეს. ეხლა რა მუტაცია ედება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ტრეიდები მიზიდავს მე. მაგრამ ბევრი იმას ტყვის რომ ტრეიდები ჯობიაო, ბევრი იმას ტყვის რომ მუტაციები ჯობიაო. ხო და ამნაირი გაურკვევლები რო არ იყოს, გაურკვევლო, დამება ენა, გაურკვევლობა. კაჩა ხილოცავს რა თქვი. ხო და როგორც ვთქვით მეგობრებო, ეს ჩვენი ტრეიდი იქნება ფეილი. ანუ სამართლიანი. ჩვენ შემდეგ ტრეიდში მე დავდე Diamond გარამა, დიახის გარამა, რომელიც ტრეიდ ვიდეოში ავიღე, დავამატე კეჩურუ და ავიღეთ Bubblegum ტრეიდიანი გარამა, რომელიც იძლევა 200 მილიონს. ეს არის მეგობრებო მორიგი W ტრეიდი და ეხლა მომისმენთ კარგად და გეტყვით რატომაც. გარამას რომ კეჩურუ დავამატოთ, თან Diamond-ის მუტაცია რო გქონდეს. მაგაში მინიმუმ აიღებთ, მინიმუმ არა, მაქსიმუმ 100 მილიონიან გარამას. კეჩურუთი და გარამათი 100 მილიონიან გარამაზე შორს ვერ წახვალთ. მაგრამ მე როგორღაც შევძელი ეგ და ჩვეულებრივი ტრეიდი კი არ ავიღეთ, runway ტრეიდი ავიღეთ, რომელიც runway ტრეიდები ჩვეულებრივი ტრეიდებისგან იმით განსხვავდება, რომ runway ტრეიდი როცა ხაიჩაზეა, ან მოხდება, ან არა. როცა იყიდი და ბაზისკენ დაიწყებს სეულს ან ტრეიდ ფარმინგს, ხაიჩიდან თუ გადავიდა, აღარ მოხდება ეგ ტრეიდი. ასევე მეგობრებო, სამწუხაროდ ეს გარამა აღარ მყავს, მაგრამ ჩავანაცვლე ეს გარამა. ხო, იმ გამოწერის ჯინაზე ვიზახი, გათამაშება რომ მქონდა, რაღაცა ბრეინოტებს ვათამაშებდი და იმის მაგალითად რომ გათამაშება იყო და მალობელი ყოფილიყო გათამაშებისთვის, შემოვშვი სევაზე მეთქი, გაჩუქებ რაღაც ბრეინოტს მეთქი და ავიდა და ჩემი რაღაცები დამიტეხა ბაზიდან. ხო და გქონდეს ეგ გარამა შენ, მაგრამ ჩათვალე შენი სინდისი სანაცვლოდ არის და იმედია ამ ვიდეოს უყურებ სინდისი შეგაწუხებს. მაგრამ მაინც ეს ტრეიდი არის W ტრეიდი ჩემთვის და რა ვიცი მეგობრებო, მე განახებთ იმ ჩანაცვლებულ გარამას. ანდაც მეგობრებო, პრინციპში რა მეჩქარება. მოიცადეთ 2 წამით, გადავალ ახლა ჩემ ბაზასთან გადავალ, სად არის? მე მგონი მეორე სათუზე არის ხომ? ხო, აქ არის. აი მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი გარამა, ზუსტად 200 მილიონს აკეთებს და ესეც runway ტრეიდი არის. იმედია შურზე გასკდება ეს ადამიანი და იცოდეთ მეგობრებო, რომ ეს ადამიანი არის სკამერი, რადგანაც უნდა მოსვათ ასე ჩუქინგი რაღაცას და დატეხა. სწორი საქსელი არის ახლა ხო ეგ? არ არის. ვინმე რამეს უგაჩუქებს, არ უნდა გაუკეთოს თვი რაღაცა.
ამიტომ მეგობრებო, ექსაქსელი არის კამერობაზე ვარესი და დაიმახსოვრეთ ხალხო. ვინმე რამეს კაკს ვაიკეთებთ, ცუდა და უნდა დაუბრუნოთ ეხლა, ცულს არაფერს არ გასწავლით. ეხლა ცუდი რა ვთქვი მაგაში, რომ ვინმე კაკს რო გაიკეთებს, ცუდა და უნდა დაუბრუნო. ასევე მეგობრებო, მაგარი რაღაც ისი რა არის? ძალიან მაგრა ვიხოდები, რამდენი რამე უნდა მომივიდეს. რამდენჯერ მეგობრებო დავისკამე. ერთხელ სკრიპტსაც შემომივარდნენ. რამდენჯერ მეგობრებო პაბლიკზე შევედი. იყო ერთი შემთხვევებიც. დაჟე მეგობრებო კიდევ ერთხელ აკაუნთი დამიჰაკეს, თავარი აკაუნთი, ჩემი რობუქსების, თიბრეონთის ბრეინოტების, სხვა თამაშების, რაღაცები, ყველაფერი მქონდა გაქრული, წაშლილი იყო ყველაფერი. წაშლილი კი არა, გადატანილი იყო შემდეგ აკაუნთებზე. მაგრამ როგორც ყოველთვის მეგობრებო, კომბექს ყოველთვის გავაკეთებ. ეხლაც პაბლიკზე შევიდე და მთელი ბაზა დამეცალოს. შეიძლება მეგობრებო ერთვეში ამაზე უკეთესი ბაზა მქონდეს, რაც არის მეგობრებო თქვენი დამსახურება. რისთვისაც მეგობრებო მინდა ყველას უდიდესი მადლობა მოგიხადოთ პირველი დღიდან რომ ჩემ გვერდში ხართ და კიდევ ერთი რაღაც მეგობრებო. ამდენი დანაკარგის შემდეგ მაინც ვდგები და ვათამაშებ ბრეინოტებს, რომ თქვენ გაგახავთ, რადგანაც თქვენ გარეშე ასე არ მოვიხოდებოდი და მაგით სამაგიეროს გიხდით. ხო და მადლობელი ვარ მეგობრებო, ყველას უღრმეს მადლობას გიხდით, ვინც ძველები ხართ აღზე, ახლები ხართ აღზე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მეგობრებო მიყურებთ და მოგწონთ მეგობრებო, რასაც ვაკეთებ, აგერ გათამაშებებს ვაკეთებ ხოლმე, გასართობ კონტენტს ვგთავაზობთ ხოლმე, ეგენი თუ მოგწონთ მეგობრებო, ანუ უკვე გვერდში მიდგებით. ხო და მეგობრებო, მაგის გამო უღრმეს მადლობას გიხდით. დამიჯერეთ მეგობრებო, რაც უფრო ადამიანს გვერდში დაუდგებით, ამჯერად მეგობრებო, ჩემ თავზე აღარ მაქვს საუბარი, ნებისმიერ ადამიანზე მაქვს საუბარი. რაც უფრო ადამიანს გვერდში დაუდგებით, დაეხმარებით და რაღაცა, ეგ შეიძლება ორმაგად კი არა, 100 მაგადაც დაგიბრუნდეს. ამიტომ მეგობრებო, თუ თქვენ იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომელსაც თქვენი დახმარება ჭირდება, ანუ იმეს დახმარება ჭირდება და არავინ ეხმარებათ, ხომ არის რომ დაეხმაროთ მეგობრებო მართლა. რადგან ჯერ ერთი ცეკხომ ძალიან დიდი სიკეთეა და მეორე ეგ 100 მაგად დაგიბრუნებათ. თლად რო პატარა სიკეთე იყოს. კარგით მეგობრებო, გვეყოს მოდი ბევრი ლაპარაკი და მოდი ვიდეოთი გავაგზავნოთ. რა უნდა ის ლაპარაკობ ხოლმე, რა არის ეს რა? შემდეგი ტრეიდი მეგობრებო, რაც მივიღეთ არის გრენი სტრეიტით, ეგ მე დავდე და მაგის სანაცვლოდ მივიღეთ გრენი ბეისიკ ტრეიტებით, რომელიც უფრო მეც იხდის. ეხლა მეგობრებო, ფიქრობ ეს ტრეიდი რაც გავაკეთე არის ფეირი. მიზეზი არის ის, რომ გრენის ტრეიტი არის იშვიათი, მაგრამ ძალიან იშვიათი ის არ არის. მაგრამ ის უფრო მეც იხდის. მომავალში მეგობრებო, ძალიან ელზე გავალ ალბათ ეს ტრეიდი რო გავაკეთე. მომავალში შეიძლება მართლა ვალუე მოემატოს ამ ტრეიტს, მაგრამ ამ მომენტში მეგობრებო, ჩათვალეთ ფეი ტრეიტი გავაკეთეთ. ტრეიტი კი არა და ტრეიდი. რატომ ეშლება? ოპა მეგობრებო, ეს ტრეიდი მახსოვს უკვე. ეს ტრეიდი ვინც არის შემდეგი ტრეიდის სეზონის ვიდეოდან, რომლის ყურებაც შეგიძლიათ. რაც შეეხება მეგობრებო ამ ტრეიდს, როგორც იცით, No my god! არის დაკავშირებული საინტ პატრიკის დღესთან, რომელიც მეგობრებო არის დღესასწაული. თუ მეგობრებო ჰელოვინში დაბრუნდა ძველი ჰელოვინის ბრეინოტები, მაშინ მეგობრებო საინტ პატრიკის დღე რო იქნება, ეს ბრეინოტის დაბრუნდება. მაშინ იქნება ეს ტრეიდი ფეირი, მაგრამ ამ მომენტში გავაკეთეთ WFD, რადგანაც No My God-ს უფრო მეტი დემენდი აქვს ვიდრე SOX და ამ მომენტში მეტი აღარ იშოვება თან. მაგრამ მომავალში ეს ტრეიდი იქნება ფეირი. დაიმახსოვრეთ. ოპა მეგობრებო, ესეც იმ ტრეიდის ვიდეოდან არის. No my god! რომელიც გადაიცვალა DJ Panda-ში, რომელსაც ცეცხლის ტრეიდი ადევს. DJ Panda მეგობრებო, ლაგრანდეს ოდნავ ჯობია. ანუ თითქმის ლოს კომბინაციონის ვალუე აქვს. სამწუხაროდ მეგობრებო, ამ მომენტში ფეიზზე გავედი, მაგრამ თუ მართალი აღმოჩნდა პატრიკის დღეს მეორე დრო ჩაატარებს თიბრენოთი, თუ დააბრუნეს No My God-ი, მაშინ მეგობრებო ეს ტრეიდი გამოვა W.
მაგრამ ამ მომენტში ახლა ეს რა ტრეიდის გავაკეთეთ, ამ მომენტში არის ფეილი. ბევრი ვატრეიდეთ თუ არა მეგობრებო, როგორც იქნა მე დავატრეიდეთ ლოს ჰოტსპოტსითო, რომელიც ძველი ფიუსის ბრეინოტი არის და ამ ვიდეოს მიზანი იყო ის, რომ დამეტრეიდებინა ძველი ფიუსის ბრეინოტი. კი არა, მეპოვა და დამეტრეიდებინა. ხო და შეგიძლიათ უყუროთ. DJ Pandas ლოს ჰოტსპოტსი ჯობია 1000-ზე ხა, ხო და აგერ ყავს კიდევ, აი, ნახ კიდევ ყავს. იმის ჯობია რომ ჯერ ბეისი უფრო მეც იხდის და მეორე უფრო იშვიათი არის. თან ძალიან იშვიათი არის DJ Pandas-თან შედარებით. და მაგას პლუს დამიმატა კიდევ. ბას კიდო დამიდო. ხო და მაგ დამატების გამო კიდევ ერთხელ ავიღეთ მეგობრებო უზარმაზარი W. მაგრამ მეგობრებო ეგ რო არ დაემატებინა, ისედაც W-ზე გავდიოდით. ანუ ძალიან დიდი W არის რა. გადავინაცვლოთ, მოდი ეხლა შემდეგ ტრეიდზე. W ტანანგი. ამ ტრეიდში მეგობრებო ვფიქრობ, ფეი ტრეიდი გამოგივიდა რადგანაც ქონდა ტრეიდი, სადაც ლოს my hotspot-ი დავდეთ ლოს ჩიკლეტერასთან. ვინც ეს მეგობრებო, ამ ორ ბრეინოტს აქვს ერთი და იგივე ვალუე. მაგრამ მეგობრებო, როგორც ისიც ბევრი აქცევთ მუტაციებს ყურადღებას და გიყვართ მუტაციებთან ყურადღების მიქცევა. ამიტომაც მეგობრებო, ბევრისთვის ეს ტრეიდი იქნებოდა ფეილის მაგივრად W დივაინი რომ არ ქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლოს ჩიკლეტერა იხდის მეც. ამის გამო მეგობრებო, გადავწყვიტე ბევრი ვიფიქრე და მოდი მივცემ ამ ტრეიდს ფეირს. ეს კიდევ იმის გამო რომ ბევრი ფიქრობს იმას, რომ A ტრეიდი არის, ბევრი W ტრეიდს ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით მაგარი W ტრეიდი იყო ეს, მაგრამ მაინც ფეის მისვემ გაურკვევლობა რო არ იყოს. აუ მეგობრებო, ეს რა ტრეიდი ვიპოვეთ? ეს ეხლა Rainbow Lucky Block-ი რო არის. სიკრეტი არ გეგონოთ, მითიკი არის ხალხო. და მეთქი დავწროლავდი ვიღაცების მეთქი და ამას მართლა ისეგონა Secret Lucky Block-ი და დამიდო Lucky Block-ები, აგერ გავხსენი ვერაფერი ვერ დავაგდე, უკან დაბრუნება მინდოდა და აღარ დაიბრუნა უკან და თუ ამიდოს უყურეს მინდა ტროლინგის გამო ბუდიში მოგიხადო, რატომ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ტრეიდი არ მოვიდა. მაგრამ მეგობრებო, ამ ყველაფერს ტრეიდის მხრიდან რო შევხედოთ, არის W ტრეიდი, მაგრამ სხვა მხრიდან რო შევხედოთ, ძალიან სწორი რაღაცა გავაკეთე, რაც არ უნდა მექნა. მეგონა ასე უცებ გავგზავნილი კიდევ ტრეიდს და უბრუნებდი, მაგრამ ტრეიდი აღარ მიდიოდა. ამის გამო მეგობრებო, მოდი ავდგეთ და ჩავთვალოთ, რომ ეს ტრეიდი არის მაინც W. მეორე სკამერი შეხვდა მეგობრებო, აი მორიგის სკამერი ტრეიდინგში. ამას არ ენდოთ მეგობრებო ამუზეს, რატომ ივეც ვაფშე, რამე რატომ ივეცი არ ვიცი, მაგრამ არ ენდოთ ამას, რა ზუკამამუკა 6-7 რო არის, სკამერი არის და იცოდეთ. ამანაც ასე უნამუსოდ რაღაცა ვაჩუქე და თვითონ დამიტეხა კიდევ რაღაცა ამანაც. ანუ ამნაირ სკამერებს ვერ ვიტან, სკამერებს ხო ვერ ვიტან მეგობრებო, მაგრამ აი რაღაცებს უჩუქნი და მე კიდევ რომ პარავენ, მაგნერებს ხო ვაფშე ვერ ვიტან, ბიჭო, ვაიმე, მაგნერი ხალხს ვერ ვიტან. მარტო სკამერებზე არ მაქვს საუბარი, ისე ხალხზეც მაქვს საუბარი, აი რეალურ ცხოვრებაში რაღაცა გავუკეთო, კაი და მე ვთვლი დაგიბრუნოს. ადამიანმა კი არა მეგობრებო, შეყოლებული რომ ყავდეს ეხლა და რო გავიგო რომ შეყარებულმა გააკეთა ეგრე, ვიღაცას ეგრე გაუკეთა, მივაგდებ ეგრევე. მეგობრებო, რა თქმა უნდა, მაგნარი შეყარებული. დავაი ესე გავუშვათ ეს. ჩვენ შემდეგ ტრეიდზე მეგობრებო დავდეთ Divine Lagrande გიოსთან და მაგამ მომცა ლოს კომბინაციონი უკეთესი და სპაგეტი ელტი დაამატა. აბა გამოიცანით როგორი ტრეიდი არა და ტრეიდი არის ეს. რა თქმა უნდა W რადგანაც მუტაციას კიდევ ერთხელ გეუბნებით ნიშნულობა არ აქვს, მით უმეტეს Lagrande-ზე ეგ დავდეთ და მაგან უკეთესი რაღაცები მომცა. თან ლოს კომბინაციონი ჯობია მაგას Lagrande-ს. დაჟე სპაგეტის დაამატა, რაც ძალიან დიდი W ტრეიდი არის რა. აი ძალიან W არის, ამიტომაც მოდი მივცეთ ამ ტრეიდს W.
აქ მეგობრებო ჩვენ დავათრეიდეთ ჩვენი Lost 67 და ბეკურუ და ეგურუ Divine ბეკურუ და ეგურუში. ეხლა მეგობრებო რო დავუფიქრეთ ტრეიდ ფარმიანი ბეკურუ და ეგურუ. არა, ზოგადად ბეკურუ და ეგურუ არის mid tier brain-ზე ცოტა სუსტი. ანუ ბეკურუ და ეგურუ იყო იმის მერე. სპინიჰემის მერე. ხო და ანუ ისე რა არის რა და დემენშიც ეგრე არის. ეგრე არის ასევე Lost 67-ის. Lost 67 რადგანაც Lucky Block-დან არის, დემენში ისე რა არის. მაგრამ ცოტა ვალუე აქვს, თუ trade farming-ია რა და იმის ბეკურუს ქონდა ტრეიდები მოყრილი და მუტაციაც. მოკლედ ვთქვათ მეგობრებო, ვფიქრობ ეს არის fake trade-ი, რადგანაც ორივეს ერთნაირი ვალუე ქონდა, მაგრამ იმას უფრო მეტი ის ქონდა ტრეიდები. მაგრამ მაგის გამო დავუმატე მე ის ბეკურუ, რო ცოტა fail ყოფილიყო trade-ი, თუ არ ითქმებოდა ისე. არ ითქმებოდა. მეგობრებო, ეს ტრეიდი მახსოვს დღემდე. ამ ტრეიდში მეგობრებო მე დავდე Goldi და Diamond base pagi. ამ ტრეიდები არ edო, просто Goldi და Diamond იყო და Lost კომბინაციონის დამომატეს სისხლის ტრეიდით და მაგან დამიდო თავისი ორ ტრეიდიანი Diamond pagi. მეგობრებო, ორი ცალი base pagi დაახლოებით უდრის ან ტანკს ან TikToks მაქსიმუმ და ორი ცალი გატრეიდებული ანუ ტრეიდები რო არდევს მაგნაირი პაგი კიდევ მეგობრებო შეიძლება გარამაზეც ავიდეს ხო და მეგობრებო ბეის პაგების ზედმეტად ყავდა ბაზარში ანუ ადგილებს მივსევდა და გადაწყვიტე ამნაირი ტრეიდი გამეკეთებინა თან Lost კომბინაციონის დავუმატე იმიტომ რომ ისე არ ეთანხმებოდა ტრეიდს მაგრამ ვფიქრობ მაინც W ტრეიდი გამოვიდა ეს თქვენ რას ვთქვათ მეგობრებო ამ ტრეიდთან დაკავშირებით დამიწერეთ კომენტარებში მეგობრებო, ეს ტრეიდი გავაკეთე ლომასთან. აქ მეგობრებო, თელი ჩემი ბაზა დავდე იმის გამო, რომ რების ვაკეთებდი და აი ასეთი იყო მეგობრებო, ჩემი ძველი ბაზა. ნუ ძველი რა, ჩემი ბაზა დაახლოებით ასე 3-5 თვის წინ. ამაზე ძველების ყავდა ეხა ეს რა არის. მაგრამ რადგანაც ეს ტრეიდით გავაკეთე, ამას ჩავთვლი როგორც ტრეიდს და დავუწევთ კიდევ ერთ ეს. ნახეთ მეგობრებო, ეგელი მომიბრუნდა ბუმერანგივით, შეხედეთ. დააბრუნა ყველა ჩემი ბრეინოტები, რომელიც რებისთვის მინდოდა კი არა და შენახვა მინდოდა და ეგ არის რა. ეს ელი გახდა W. მეგობრებო, კომენტარებში არავინ არ გაბედოთ W ქულის თქმა, მაგრამ მოემატა უკვე ორი თან. რაც შეეხება მეგობრებო ამ ტრეიდს ამ ტრეიდზეც ძალიან დიდ W-ზე გავედით, რადგანაც ბეკურუს და ეგურუს ტრეიდ ფარმინგი თუ აქვს, ანუ ძალიან ბევრი ტრეიდები თუ ადევს, mid tier brain-ოტი არის, ანუ დემენში. ასევე მონი პაგი ისე თუ ისე mid tier-ი არის, მაგრამ კეჩურო არის, მეგობრებო, high tier damage რა ბრაულერი brain-ოტი. თანაც მეგობრებო, რადიოაქტიული კეჩურო იყო და ფიქრობ ეს იყო ძალიან დიდი W ხა ყველა დამეთანხმება მაგაში რომ აქ მეწავედი მე W საწყალი კეჩურო მეგობრებო ვიდეოს გამო დავკარგეთ აი ვინც არის მეგობრებო აქ ვიღებდი ვიდეოს აი ამ ვიდეოში სადაც პაბლიკზე შევიდიოდი და ბრეინოტები შემყავდა პაბლიკზე ყველა ბრეინოტი გადამიჩა გარდა მაკეჩუროსა საწყალი კეჩურო ძმა და რაღაც მაინტერესებს ხა უცებ რა ბიჭო კეჩურს ტექსტით კომენტები არ აქვს? არა წერია რამდენი არსებობს დაიცა. აბა რადიოაქტიული რამდენია? არ წერია. აბა ორი წამი პაგი ვნახოთ. მანახეთ აბა რამდენი არსებობს მონი პაგი. არა წერია. სემი, საქმე გამოგიჩინე ახლა. არც ერთ ბრეინოტებს თითქმის რაც ჭირდება, ტექსტით კომენტები არ აქვს და იმედია დალიქავ შენ განახლებაზე. ასევე მეგობრებო,
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოდი გადავწყვიტე ასეთი რაღაც, რომ აქ დავჩები ტრეიდინგ პლაზაზე და იქ გავაგზელებ exit counter-ებსა და ტრეიდების გადახედვას. Los Burritoshi, Los X7-ი? DDW. Საუცხოდ მეგობრებო, აქაც მორიგი ტრეიდზე გავედით, რადგანაც აქ არც ერთი არ ვარგა, მაგრამ Los Chicletera ჯობია ჩიკლეტერინას იმით, რომ დაფიუზებაში უფრო მაგარი შანსები გივარდება მერე. და ამის გამო მეგა უდიდესი ელი. აქ ვისხედავ. მეგობრებო, ვინც არიცით, ეს ადამიანი არის იმის მიზეზი თუ რატო აღარ მაქვს ჩემი 300 კაციანი სერვერი Discord-ზე და რატო მაქვს ეხლა 100 კაციანი სერვერი. ანუ ეს ადამიანი არის იმის მიზეზი თუ რატო აღარ მაქვს ძველი სერვერი Discord-ზე. ხო და რა ვიცი, მაგის გამო მაინც თან პლუს ტრეიდის გამოც უდიდესი ელი. ჩემი შემდეგი ოფერი იყო Strawberry-ტა, რომელსაც 1 წლის ტრეიდი ედო რამენა კამერა რამენასთან რა. და ეხლა გეტყვით რატო არის ეს TradeW. კამერა რამენა ჯერ ეგეთიც უფრო მეცაკეთებს ბეისის და ისეც. მეორე ერთ ტრეიდი უკეთესი ბრეინოტებით შეიძლება დავითრიო მომავალში მაგ ტრეიდით. და კამერა რამენა აღარ დაბრუნდება, ეგ ვიცი, რადგანაც კრაფტის ბრეინოტია და კრაფტის ბრეინოტები რაც იყო თითქმის არაფერი არ იყო დაბრუნებული, სიქრეთზე მაქვს საუბარი. მაგრამ მეგობრებო, Strawberry-ტა თამაში სამუდამოდ იქნება და ყველანაირი იშვიათი ტრეიდი მოხდება Strawberry-ტას. ამიტომაც ეს ტრეიდი იყო W. მოკლედ მეგობრებო, დანარჩენი ტრეიდები რაც იყო დარჩენილი იყო ჩემი ალტი აკაუნტის ტრეიდები, მაგრამ უკვე ცნობილია უკვე პასუხი რომ W მოიგო. ანუ უფრო მეტი აი ტრეიდები გავაკეთეთ, ვიდრე ცუდი ტრეიდები, რაც მშვენიერია. მაგრამ მეგობრებო, დღეისათვის უკვე სულ ეს იყო. ამ ვიდეოზე რამდენიც ვიწყვალე ხალხო, აზე არ ახართ. ჯერ ერთი დღე ვიღებდი ამ ვიდეოს. მერე თუ გეღადავებოდეთ, აი არ ვიცი რა, სიმართლეს გეუბნებით ხალხო, თელი 3 დღე ამ ვიდეოს ვაედიტებდი. პირველად მეგობრებო, YouTube-ზე ალბათ 1 საათიან ვიდეოს. თითქმის 1 საათიანი იქნება, მაგრამ ძალიან რთულია ხალხო რა. ტელეფონი მაგრამ მილაგავდა და იმედია დაალაიქებთ ხალხო მართლა ამ ვიდეოს ეხლა. What the fuck? ამასაც ვხედავ 2 წამით. მიაუს ბაზა? 2 წამი ნახოთ. პირველსათვის მოხოდილია. აბა მეორეზე ავიდეთ. მეორეზე არაფერი. რა ბიჭო!